გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს არის 4 მარტი. შეგახსენებ დღეს გაჩნდა მატჩებს და ჩატარებულ მატჩებს. დავიწყოთ პირველ რიგში პრემიერ ლიგით. პრემიერ ლიგაში მარტამდე არაფერი არ ჩემოარხის მაყურებელო, ამიტომ დავიწყოთ ლიგა 1-ით. ლიგა 1-ში პარი სენ-ჟერმენმა 62 ქულით ლიდერობს პირველ პოზიციაზეა. პარი სენ-ჟერმენი ისევ ვთქვათ, რომ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა პარი სენ-ჟერმენი. აქ კიდე დარჩენილია 13-14 ტური. მარსელი 49 ქულით მეორე ადგილზეა. მეორე ადგილს იკავებს ნისა 46 ქულით მესამე ადგილზეა. მონაკო მეოთხე ადგილზე 53 ქულით. ლილე 51 ქულით მეხუთეზე და 39 ქულით რიონი. როგორც მოგეხსენებათ, დავიწყოთ ჩატარებულ მატჩებიდან და ანგარიშებს გეტყვით. პარი სენ-ჟერმენმა 1-4 მოიგო. შემდეგ ჩემო არხის მაყურებელო, შემდეგ რიონმა ბრესტთან ძალიან სკანდალური მატჩი გამოდგა. მიუხედავად იმისა, ლაკაზეტმა დუბლი გაიფორმა, მაგრამ პრონკანსიამ პორტუგალიის სპეციალისტმა სკანდალური ასე დავარქმევდი რა, დაძაბული მატჩი იყო და აქ ვიდეო რეფერი და ამბები ჩაერია. ვიდეო რეფერმა საჯმა გადაამოწმა ვიდეო რეფერი და აქ ვერანაირი საბამი ვერ მიცა, რომ ბრესტს მეორე პენალი დაენიშნა ბრესტისთვის. ამ შემთხვევაში და სხვათა შორის აქ 1000 მიზეზია, რომელიც გამოტოვებს პორტუგალიის სპეციალისტი ამის გამო მატჩს. სკანდალური იმიტომაა, ჯერ ერთი დაძაბული იყო მატჩი და ბოლო წუთს შუბზე ჰქონდა კონტაქტი ფიზიკურ შეხებასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საუბარი და ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რა თქმა უნდა. არ ვიცი ვინ გულისთვის მისცა წითელი ბარათი და აქ შეიძლება მეორენაირად გასხარებული იყო იმას, ჩემი დასკვნიდან გამოვიტანე იმას იგონა, რომ პენალს უდევდნენ საპირისპირო რიონს და 2-2 უნდა გამხდარიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა აქ და რიონმა 2-1 მოიგო. მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი და სასიცოცხლო მომენტი იყო რა, რომელიც მას რიონმა 39 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება და რიონს აქ შანსი იმისა, რომ 4-ში შევიდეს. ეხლა რაც შეეხება, მე მინდა კიდე გითხრათ და ხაზი გაუსვათ. აქ მათ დაპირისპირებებთან იყო შეხლა-შემოხლა. უყურებდით, მიამდენებდით ალბათ ჩემო არხის მაყურებლებო და აქ 1000 ვერსია განიხილება, რატო გაცხანდა ეს პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო მაინც რიონმა, რა თქმა უნდა, რომელმაც ხაზი გაუსვეს ლაკაზეტი დუბლით, წყალობით 2-1 მოიგეს. მანამდე 1-0 უგებდა ბრესტი და აქაც ჯორჯ მიკაპტაძეს აქტიურობდა თაური დარტყმით და ამბები, თელი ამბები. ეხლა მე მინდა მასაზე გითხრათ, ხო, რა თქმა უნდა, აქ დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ ვინჯეროთ, ესეა ამბავი. ეხლა კი რა შეეხება, დავიწყოთ მთავარი ამბებით, სანამ ჩატარებულ მატჩებსაც მოგახსენებთ. აუცილებლად სერია A-ში და მიუნხენის ბაიერნმა 61 ქულით. ეხლა ჩემო არხის მაყურებლებო, გადავედით კერძო ბუნდესლიგის ჟერი. შემდეგ ბუნდესლიგაზე გადავედით.
ჩემო არხის მაყურებელო 61 ქულა პირველ ადგილზე მიუხედნის ბაიერნი 53 ქულა ლევერკუზენი მეორე ადგილზე ინტრახტი 42 ქულა მესამეზე მაინცი 41 ქულა მეოთხეზე და მაინც შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს რომ ასე თუ გააგრძელდა მაინცმა ჩემპიონთა ლიგის ფაზა თამაში მოუწევს მომავალი წლიდან როგორც მე მინდა მოგახსენოთ ეხლა ჩატარებული მატჩი და 8 ქულა საჩემპიონო ბრძოლისთვის არ აქვს აზრი დაკარგული ლევერკუზენს 8 ქულით ჩამორჩება მიუხედავად ბაიერნს და შესანიშნავი შანსი აქვს იმისა მოგების შემთხვევაში 56 ქულა ჩაიწეროს საკუთარ მონაგარში და 5 ქულით ჩამორჩენა მაგრამ მიუხედავად ბაიერნი არ ამგონია რომ წააგებდეს და მე ყოველ შემთხვევაში ასე ვარაუდობ რომ ბუნდესლიგაში მაინც საინტერესოდ განვითარდება მოვლენები ეხლა მე მინდა გითხრათ რომ ჩატარებულ მატჩებს რა შეეხება და გოლებს მოგახსენით ჰაიკეინი 21 გოლი შიგებ ლევერკუზენი 16 გოლი 0-7 საგოლე პასი ჰაიკეინს და 21 გოლი შემოკარგებო ჰაიკეინი შესანიშნავ ფორმაშია ანუ ვერ აჩერებენ რა თქმა უნდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მე მინდა კიდე ერთი განვაცხადო ეხლა რა შეეხება ასეთი ამბავია ბუნდესლიგაში სერიაში დავიწყო სერია ეხლა სერიაზე გადავიდე ჩემო არხის მაყურებლებო და მოგახსენე სრული დეტალურად სწორად ინფორმაცია სწორად რომ იყოთ ინფორმირებული ვისაც არის ძალიან მხოლოდ ეს ვიდეო იმითვისაც არის საინტერესო რომ ვისაც ვერ ახერხებს ყურება და ძალიან აინტერესებს ფეხბურთი და ყველა ჩემო არხის მაყურებლებო ერთ რამეზე შევთანხმდეთ ეხლა დაწერეთ კომენტარები დაწერეთ თქვენი აზრი მაინტერესებს დააფიქსირეთ თქვენი აზრი კონკრეტულ გუნდთან დაკავშირებით და იმაზე გავაკეთებ შემდეგ YouTube-ზე ავტვითავ შემდეგ ვიდეოს ასე შემთხვევაში მე მინდა გითხრათ ეხლა ჩატარებულ მატჩებიდან დავიწყოთ ეხლა ჩატარებულ მატჩებიდან იუვენტუსმა 2-0 მოიგო გუშინ რომელიც თბილისის დროის 12-15 აკდა იყო თამაში მილანმა ლაციოსთან 1-2 წააგო ჩემო არხის მაყურებელო რიონმა არა უბრალოდ უკასრად რომამ 2-1 მოიგო ბოლონიამ 2-1 მოიგო 1-1 ჯენოა ემპოლო მონსა ტორინო 2-0 უდინე 1-1 აქ საინტერესოა საჩემპიონო ბრძოლის საჩემპიონო ბრძოლა დასრულებულა სრულიად საინტერესო ხდება და ნახოთ იგი როგორ დასრულდება ბოლოს და ბოლოს ეხლა ატლანტა 0-0 ფიორენტინა 1-0 და ასე შემდეგ ეხლა მე მინდა გითხრათ აქედან 17 მოგება ინტერს 3 წაგება 7 ფრე ნაპოლმა 6 ფრე 17 მოგება წამოიდგინეთ ნაირად საქმე 58 ქულით ინტერია პირველ პოზიციაზე მეორე პოზიციაზე ნაპოლია 57 ქულით ატლანტა 55 ქულით მესამე ადგილზე 4 გუნდი ბრძოლობს საჩემპიონო ბრძოლაში მხოლოდ და მხოლოდ ინტერს ჩამორჩება
იუვენტუსი 6 ქულით ჩამორჩება, 2 მოგების ამბავია, ამიტომ თითოეულ აქ 4-ეული ბრძოლა საჩემპიონო ბრძოლაში, სერიაში და ძალიან საინტერესო განვითარდება მოვლენები. აქ ჯერჯერობით არაფერი არაა, ჩემო არხის მაყურებლებო, დასრულებული და საინტერესოა საჩემპიონო ბრძოლის ვერზე ვინ იქნება პირველ ადგილზე და ვინ გახდება სერია A-ს ჩემპიონი, მორიგი ჩემპიონი. ვიცე ჩემპიონი არის ნაპოლი, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიცე ჩემპიონი არის ნაპოლი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თამაშები სრულად გამთვალდება. ეხლა მე მინდა გითხრათ, რა შეეხება ბარსელონამ მოგების ნიშნულოვანი მოგება მოახერხა 4-0 სოციედად განადგურა სპორტული გაგებით 4-0 მოიგო და საჩემპიონო ბრძოლა დღისი საინტერესო ხდება ლა ლიგაში ეგრეთი სიტუაცია. დავიწყოთ პირველი 57 ქულა ლიდერო ბარსელონა პირველ ადგილზე, მეორეზე მადრიდის ატლეტიკო 56 ქულა, ასე შემდეგ მადრიდის რეალი 54 ქულით მესამე ადგილზეა. საინტერესო ხდება საჩემპიონო ბრძოლაში ვინ ჩაერთვება და აქ საჩემპიონო ბრძოლა არ მორჩება ბოლო ტურამდე. ჩემი აზრით ეხლა მაქვს ერთ-ერთი კითხვა ჩემო არხის მაყურებლებო. ამ სამი გუნდიდან ვინ გახდება ლა ლიგის ჩემპიონი, ვინ აიღებს ლა ლიგის ტიტულს? ვინ გახდება ლა ლიგის ჩემპიონი, ესპანეთის ლიგის ჩემპიონი? ამ სამი გუნდიდან ჩამოგიცილეთ ბარსელონა, მადრიდის რეალი და მადრიდის ატლეტიკო. თქვენი კომენტარები მაინტერესებს, თქვენი აზრი, რაც ფიქრობთ ფეხბურთზე, სრულიად რომელ სპორტზე გინდა შემდეგი ვიდეო გავაკეთოთ, ამისთვის თქვენი აქტიურობა საჭირო, ჩემო მეგობრებო, ჩემო არხის მაყურებლებო. ეხლა კი რა შეეხება შემდეგნაირადაა სიტუაცია. აქ დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგაზე, პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაზე დღეს შედგება 4 გეტყვით ეხლავე? ხო, აგე თბილისი დროით ჩემპიონთა ლიგაზე გადავედი, ჩემო არხის მაყურებლებო, აგე თბილისი დროით ბრიუგე ანტონვილა, რა თქმა უნდა და როგორც მოგეხსენებათ, ბრიუგე ანტონვილა იქნება თბილისი დროით 15 რვაკრია და საკმაოდ საინტერესო მატჩი გამოდგება ჩემი აზრით, ჩემო არხის მაყურებლებო. ამიტომ დაძაბულია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში ვითარება მერვე ფინალში. გეტყვით პლეი-ოფი, ნახოთ ახლა პლეი-ოფში აქ დორტმუნდი ლილი დღე დორტმუნდი ლილე სპეპე არსენალია, რომელიც სპორტის შემოგთავაზეს 12 საათზე, მხოლოდ 4 მატჩია დღეს. მადრიდის რეალი, მადრიდის ატლეტიკო, მადრიდული დერბი დაიჯახა მერვედფინალში და საინტერესოა პირველი თამაში იქნება მადრიდში შემოკარგებო, მეორე თამაში კი მადრიდის ატლეტიკოს ექნება მიღება, მადრიდის რეალს ექნება გასვლა მორიგი. ეხლა მე მინდა გითხრათ, რა შეეხება ხვანიდე თამაშებსაც მოგახსენეთ ფეიენორდი ინტერი. აქაც ძალიან საინტერესოა სიტუაცია და აქაც ძალიან დაძაბული იქნება მდგომარეობა. როგორც ვიცით, ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ლეგენდა რობენ ვან პერსი არის ფეიენორდის წვრთნელი, ახლახან დაინიშნა რობენ ვან პერსი და მე მგონი ფეიენორდთან იორი გასეინება არ იქნება, ჩემო არხის მაყურებლებო, თუ არ ვხდებით. დღეს მხოლოდ ამ სამი მატჩის ყურება შეგეძლებათ, 4 მატჩის ყურება.
დღეს თბილისი დროის ბრიუგე მოგახსენეთ ანტონ ვილასთან, ვის დაგაინტერესებს ეს სეტანტალბოზე იქნება და შეიძლება იქ უნივერსალმა შემოგთავაზო ჩემო არხის მაყურებლებო. ეხლა კი რა შეეხება რეალ მადრიდის ატლეტიკო თამაშს. აქ არის შანსები, მაგრამ 50-ზე ორივე გუნდის შანსები ძალიან თანაბარი თამაში წავა და ბურთების ფლობა, ძალიან ჩაკეტილი თამაში წავა, ძალიან რთული. ეხლა მე მინდა გითხრათ, ეხლა კი რა შეეხება ორივე საინტერესო ერთმანეთზე საუკეთესო გუნდების შეხება. ეხლა კი მე მინდა გითხრათ, მიუხედავად ძალიან ლევერკუზენს შეხება 12 საათზე თბილისის დროით, რომელიც 6 მარტს იქნება, შემდეგ ბარსელონა ბენფიკა, აქაც საინტერესო მდგომარეობა, იმიტომ რომ თუ ჩავთვლით ამ 4 გუნდის მნიშვნელობით, ეს 2 გუნდი გერმანიის ქვეყნის ბუნდესლიგის ბაიერნი და ლევერკუზენი, რომელიც 5 ქულით, 8 ქულით ჩამორჩება საჩემპიონო ბრძოლაში და აქ შეიძლება ყოველ შემთხვევაში დაიძაბონ და საინტერესო გახდეს, სანახაობრივი გახდეს ბუნდესლიგა. აი ქულების ხრით და ყველაფრის ხრით შეიძლება დაიძაბოს. ეხლა ბარსელონა ბენფიკას რა შეეხება ჩემო არხის მაყურებლებო. ბარსელონა ბენფიკა, როგორც ვიცით, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ 4-2-დან დააკამბექა სული ამ სიტყვის ნიშნულობის და ბარსელონა ბენფიკა 4-5 მოუგო, რომელიც იმ მატჩში სასაუბრივი მატჩი იყო, 9 ბურთი გავიდა საერთო ჯამში. ახლა რა შეეხება პარი სენ-ჟერმენი ლივერპული, ჩემი აზრით, ჩემო არხის მაყურებლებო, აქ დაწერენ თქვენ, მე გეტყვით ჩემას, რომ მე ვფიქრობ ასე, რომ ბევრი გოლები გავა და სანახაობრივი მატჩი გამოდგება პარი სენ-ჟერმენი და ლივერპულის შეთავაზებით. ეხლა მე მინდა გითხრათ, სულ ეს არის, რაც მოგახსენეთ და პლუს მე მინდა ჩემი აზრით ვთქვათ, ხვიჩა კვარაცხელია საგოლე პასი და პლუს გოლი, ოსმან დემბელე, რომელიც არაშესანიშნავ ფორმაშია, წარმოიდგინეთ ლიგა 1-ში 17 ბურთი აქვს გატანილი და ბომბარდირია ოსმან დემბელე, რომელსაც როდესაც ბარსელონაში წანუჭინდა თავის დამკვიდრება. ეხლა დავითვალოთ. 6 თამაში იქნება მხოლოდ ამ კვირაში. ძალიან ერთმანეთზე საუკეთესო მატჩები იქნება. ჩემო მეგობრებო, ამისთვის ახლა მე მინდა მადლობას გიხდით დღევანდელი მოსვლენისთვის, ამისთვის ახლა მე მინდა არ დაგავიწყდეს, რათა ბევრ საინტერესო ამბებს მოგახსენებ და სპორტის შესახებ საერთოდ რა ხდება მსოფლიოში, გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა ბევრმა ადამიანმა, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიგოთ, დაალაიქეთ, გააზიარეთ და საინტერესო კარგ ამბებს მოგიმზადებთ, რომელიც შემდეგი ჩართვა ანონსი, შემდეგი ჩართვა იქნება, გეტყვით ახლავე 10-11 მარტს. მადლობა.